ხშირი პრობლემაა შავი კარკასის მშენებლობის შემდეგ, როცა აყენებენ კარ ფანჯარას და პროექტის ზომები ძალიან ხშირად არ ემთხვევა ფაქტიურ ზომებს. ღიობები თითქოს არის, მაგრამ თვითონ ზომები არ ემთხვევა. ანუ ზოგან ფანჯრის ლინტელი მაღლაა, ზოგან დაბლა და საბოლოოდ გადაკეთება და ზედმეტი ხარჯები უწევს. იცით რა არის მთავარი პრობლემა? ანუ ძალიან ხშირად ობიექტზე საერთოდ არ არის განსაზღვრული აბსოლუტური ნოლი და ყველა თავისებურად ზომავს ამ ღიობების სიმაღლეებს. ზოგი იატაკიდან, ზოგი მიწიდან და ზოგი კი საერთოდ თვალით. შედეგად, სანამ კან ფანჯრის დაყენების დრო მოვა, სიმაღლეები უკვე დარღვეულია. არსებობს მარტივი წესი, რომელიც ამ პრობლემას აგვარიდებს. პირველი რიგის დონეზე თითოეული კარის და ფანჯრის ღიობთან აუცილებლად მონიშნეთ აბსოლუტური ნულის დონე. პირდაპირ ნიშნით, ისე რომ არ დაგვეკარგოს მშენებლობის პროცესში. შემდეგ კი ყველა ზომა, ღიობის სიმაღლე, ფანჯრის დონე, გადახურვის დონე ავიღოთ სწორედ ამ ნიშნულიდან. არა მიმდინარე წყობის დონიდან, არამედ აბსოლუტური ნულიდან. და ამის შედეგად მივიღებთ, რომ ყველა ღიობს ერთ დონეში გავაკეთებთ. კარები და ფანჯრები უპრობლემოდ დაჯდება და აღარ იქნება სიურპრიზები საბოლოოდ. ასეთი წვრილმანები წყვეტს მთელი პროექტის ხარისხს და ჯობია რომ ეს მშენებლობის ეტაპზე გაითვალისწინოთ, ვიდრე მაშინ, როცა უკვე ყველაფერი გაკეთებულია. სწორედ ამიტომ არის საჭირო ნებისმიერი და ყველა ეტაპის ტექნიკური კონტროლი მშენებლობაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით. რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, გამოგვიგზავნეთ PDF ფაილი თქვენი პროექტი და გამოგიგზავნით ჩვენი სერვისის ღირებულება.